გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა გავშალო კარტი თუ რას მოიტანს ახალ მთვარეობა თქვენ ცხოვრებაში. თქვენ ალბათ იცით, გადმოცემით, რომ ახალ მთვარეობას აქვს ძალიან დიდი ძალა და თქვენზეა დამოკიდებული თუ რას ჩაიფიქრებთ ამ დღეს და როგორი სწორი ენერგიებით ჩაიფიქრებთ სურვილს, რათა ახდენს თქვენ ცხოვრებაში. ახლა ნახოთ ჩემი არკნები რას გთავაზობენ და რას უშვებენ თქვენ ცხოვრებაში. იმედია ყველაფერი საუკეთესო იქნება. მე ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. ჩემი არკნებიც დამოუკიდებლია თქვენთვის დადებითი ენერგიებით, რადგან მე უარყოფით ენერგიებს არ ვაძლევ უფლებას გამოგზავნო ადამიანებთან და ისედაც გავეზიანებულ ადამიანებს, ისედაც გულნადგენ ადამიანებს კიდევ ერთხელ ვატკინო გული და დავაფიქსირო რამე ცუდი მის ცხოვრებაში. ამიტომ არკნებიდან ვარჩევ ყოველივე საუკეთესოს და საუკეთესოს გზავნი თქვენთან. გაშლა იქნება ორ ვარიანტად და აი ეს თქვენთვის სასურველი ვარიანტი. მე ახლა შევეცდები არკნები კარგად გამოჩნდეს. პირველი ვარდის ფერის სანთელი და მეორე მწვანე ფერის გირჩის სანთელი. გაძლევთ დროს, ვინაიდან კარგად დააფიქსიროთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და რომელიც არკანიც, ან რომელი სანთელიც უფრო მიგიზიდოთ, შესაძლებელია სწორედ იქ იმალებოდეს თქვენთვის სასურველი ინფორმაცია. თქვენთვის სასურველი ინფორმაცია არა, უფრო სწორად ის ინფორმაცია, რასაც გთავაზობთ და რასაც უშვებს თქვენ ცხოვრებაში ახალ მთვარეობა. მე კი ვიწყებ. მე კი ვიწყებ მათთვის, ვინც აირჩია ვარდის ფერის სანთელი. და ნახოთ რა იქნება მათ ცხოვრებაში. და მინდათ გითხრათ მეგობრებო, რომ თქვენ ცხოვრებაში იქნება ყველაფერი კარგად. თუ თქვენ გეგმავდით ქორწინებას, ან ჯვრის წერას, ხელწერას და ქორწინებას, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ცხოვრებაში ფიქსირდება ქორწინება. ეს არის ნოემბრის ახალ მთვარეობა, რომელიც თქვენ ცხოვრებაში გზავნის საზეიმო ტრადიციულ ენერგიებს. შესაძლებელია იყოს თქვენ ცხოვრებაში, შესაძლებელია უბრალოდ მოხვდეთ ქორწილში, სამეგობრო წრეში, ლხინის სუფრაზე, რომელიც სუფრაც იქნება ტრადიციული. მაგრამ აქ უფრო მეტად ფიქსირდება ქორწინება. მეგობრებო, თუ ვინმეს ქორწინება ჰქონდათ დაგეგმილი, ან ჯვრის წერა, ან ხელწერა, ეს ყველაფერი იქნება თქვენ ცხოვრებაში, განხორციელდება თქვენ ცხოვრებაში. სწორედ აი ამას გთავაზობთ ახალ მთვარეობა. ახალ მთვარეობას შემოაქვს ეს დადებითი ენერგიები თქვენ ცხოვრებაში და თუ ვინმე სურვილი ჰქონდა, ყველაფერი თქვენ ხელშია, თქვენ უკვე მზად ხართ და შეგიძლიათ უდარდელად, მშვიდად იქორწინოთ, ან კიდევ ხელწერის ცერემონიები გამართოთ. აქ არის ადამიანი, რომელიც მესაკუთრეა და თუ ადამიანს უყვარს, ეს ადამიანი ხელიდან არ გაუშვებს და უკვე გადადგავს. შესაძლებელია ბევრს ფიქრობდა ქორწინებაზე, მაგრამ თუ ბევრს ფიქრობდა და იყო ფიქრის პროცესში, მან უკვე გადაწყვიტა თქვენზე დაქორწინება და ეს ყველაფერი იქნება ცერემონიალებით. წინსვლა გამარჯვება, სწორედ ეს ფიქსირდება თქვენ ცხოვრებაში, ერთი ცხოვრებიდან მეორე ცხოვრების მეორე ეტაპზე გადასვლა, ანუ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ქორწინება, რომელიც ყოფს თქვენ ცხოვრებას ორ ნაწილად, წარსული და მომავალი.
შესაძლებელია ზოგთან ცხოვრება იყოფოდეს ორ ნაწილად, წარსულში ყოფილიყო დაქორწინებული და შედიოდეს ახლა მეორე ქორწინებაში. რადგან არკნები თქვენ ცხოვრებას ნამდვილად ყოფს ორ ნაწილად წარსული და მომავალი და რა იქნება მომავალში, რას გთავაზობს ახლა არკნები თქვენ გთავაზობს სრულ ბედნიერებას. თუ წარსულში რამე პრობლემა იყო ურთიერთობაში და დაინგრა თქვენი ურთიერთობა, თქვენი წარსული, მინდა გითხრათ, რომ სწორედ ეხლა შემოდის თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, ვინც მოგიტანთ სტაბილურობას, ადამიანი, ვინც იქნება ფინანსურად უფრო ძლიერი, შეძლებული. ან კიდევ შესაძლებელია იყავით ნაჩხუბები, ადამიანი იყო გასული ურთიერთობიდან და ადამიანი კარგა ხნის დაკვირვების პროცესის შემდეგ შემოდის ხელთავიდან ურთიერთობაში, სადაც იქნება ყველაფერი ძალიან კარგად. ზოგიერთმა შესაძლებელია ადამიანი გაიცანით სადმე კურორტზე ყოფნის დროს და დღემდე არ იყავით ქორწინებაში შესული ამ ადამიანთან, იყავით ცალ-ცალკე, მაგრამ ეხლა უკვე დროა დაქორწინდეთ, დროა შეერთების, ასე რომ ვთქვათ, და შექმნათ თქვენთვის სასურველი სტაბილური პატარა ოჯახი. ანუ იმისათვის, რომ კარგად ჩამოვყალიბდეთ და კარგად გაიგოთ ჩემი ნათქვამი, მოდი ხელთავიდან გაგიმეორებთ, რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში და რა შემოაქვს სახელმთვარეობა. სახელმთვარეობაში ბევრთან შემოაქვს ქორწილი, ბევრთან ჯვრისწერა, ბევრთან ხელწერა. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი ის, რაც შეეხება სასიხარულოს და სასიყვარულო სფეროს. ადამიანი შესაძლებელია შორიდან დიდ ხანს გაკვირდებოდათ, მაგრამ უკვე მან მიიღო გადაწყვეტილება დაქორწინების. ეს ერთი. მეორე შესაძლებელია იყავით დაინგრა ერთი ურთიერთობა და თქვენ ცხოვრებაში შემოდის მეორე ურთიერთობა, თქვენი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად, წარსულის ურთიერთობა და მომავალი ურთიერთობა. ანუ წარსული და მომავალი იქნება გაცილებით ბევრად უკეთესი თქვენ ცხოვრებაში და ადამიანი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში შემოდის, მოგიტანთ სტაბილურობას, მოგიტანთ მდგრად ოჯახს, ადამიანი შესაძლებელია იყოს ფინანსურად მდგრადი და მას კონდეს უკვე მიღწეული ცხოვრებაში ბევრი რამისთვის და სტაბილუროს ასევე თქვენი ცხოვრება და კონდეთ ბედნიერი ოჯახი. მესამე ვისთანაც იყო ურთიერთობა შეჩერებული, ან შესაძლებელია, როგორც ადრე გითხარით, იყო ნაცნობობა, გაიცანით კურორტზე ადამიანი შესაძლებელია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის იყო რაღაც ენერგიები წამოსული ერთმანეთთან სასიყვარულო სფეროში, შესაძლებელია გაჩერდა ურთიერთობა ან ფინანსების არქონობის გამო, ან რაღაც აფერხებდა ამ ურთიერთობას, მაგრამ სულ მალე ადამიანი დაძრავს ეთს, შემოვა თქვენ ცხოვრებაში და ურთიერთობა გადავა ახალ ეტაპზე და ეს ახალი ეტაპი იქნება ქორწინების. მესამე ვარიანტი ძალიან ცოტა ენერგიებით, მაგრამ მაინც ფიქსირდება კურორტზე გაცნობილი ადამიანი, სადაც გაიცანით ადამიანი წავიდა ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა შემდეგ რაღაცის გამო გაჩერდა რაღაც პრობლემის გამო, შესაძლებელია ფინანსების ყოფილიყო პრობლემა, მაგრამ სწორედ ეს ურთიერთობა დაიძრება და შეიქმნება ოჯახი. მე კი ამით დაგემშვიდობებით და ბედნიერ ოჯახის შექმნას გისურვებთ, ბედნიერ ურთიერთობას გისურვებთ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და თქვენი ცხოვრება ყოფილიყოს იმაზე ბევრად გაცილებით უკეთესი, ვიდრე წარსულის. ახლა გადავალ მათთან, ვინაც აირჩია მწვანე პატარა გირჩი სანთელი, რას ჭუხნის მათ ნოემბრის ახალი მთვარეობა.
და აქ არის ადამიანი დაზარალებული ადამიანი რომელსაც ურთიერთობამ ატკინა გული თავს თვლის დაზარალებულად ფიქრობს რომ არ დამსახურებია ის ყველაფერი რა მდგომარეობაშიც იმყოფება ახლა და რა იქნება ამ ადამიანის ცხოვრებაში ამ ადამიანის ცხოვრებაში იქნება ყველაფერი საუკეთესო მალე გამოვა ამ მდგომარეობიდან შეიძლება მას მეგობრები დაეხმაროს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ან კიდევ უბრალოდ თვითონ მოიპოვოს გზები ამ რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად მალე იძინოს მეგობრებთან გამარჯვება და ასევე მინდა რომ მის ცხოვრებაში შემოდის ფინანსებით მდგრადი ქალბატონი. აქ უფრო მამაკაცებზე შესაძლებელია დაფიქსირდეს გაშლა მამაკაცი იყოს დაზარალებული ენერგიებში გრძნობდეს ძალიან დიდ ტკივილს, მაგრამ გამოვა მალე მდგომარეობიდან და შესაძლებელია მას ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ფინანსურად მდგრადი ქალბატონიც დაეხმაროს. გზებს თავისით გაიკვლევს თუ მანდილოსანის დახმარებით გამოვა ამ მდგომარეობიდან მნიშვნელობა არ აქვს, ის ძალიან მალე გამოვა ამ მდგომარეობიდან და მეგობრებში იზრუნებს წინსვლას, გამარჯვებას. ადამიანი არის შეშინებული წარსულის ურთიერთობიდან, ადამიანი აღარ ენდობა არავის, ადამიანს აქვს ხელი ჩაქნეული, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში შემოდის შემოთავაზება, მას დაეხმარება ადამიანი ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად კი. თავიდან თქვი, რომ შესაძლებელია თავისით გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან თქო, მაგრამ უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდება მეგობრის დახმარებით ან ახალი პიროვნების გაცნობის დახმარებით. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც გამოგვიყვანთ ამ მდგომარეობიდან. ადამიანი იქნება ფინანსურად მდგრადი. 100%-დან რაღაც 75%-ის მაინც მამაკაცებზე ფიქსირდება და მამაკაცების ცხოვრებაში შემოვა სტაბილურად ფინანსურად მდგრადი მანდილოსანი, რომელიც გაუწვდის ხელს და გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან და სადღაც 25% მანდილოსანთანაც შეიძლება დაფიქსირდეს. არ არის აუცილებელი რომ მაინც მამაკაცები მიყურებდეს და მამაკაცებზე დაფიქსირდეს. თუ ქალები ხართ ამ ენერგიებში შესაძლებელია თქვენი ცხოვრებაშიც შემოგვიდეს ფინანსურად მდგრადი მამაკაცი, რომელიც გამოგვიყვანთ ამ მდგომარეობიდან. უნდა გადაათამაშოთ საკუთარ თავზე და მოირგოთ ენერგიები, მნიშვნელობა არ აქვს აქ მამაკაცი დაფიქსირდა თუ ქალბატონი ფიქსირდება. ვინც უყურებთ, უნდა მოირგოთ საკუთარ თავზე. მეგობრებო, აქ იქნება ბედნიერი ოჯახი, თუ თქვენ ოჯახურ მდგომარეობაში გქონდათ ტკივილი, ოჯახურ არ იყოს სტაბილურობა თქვენს ურთიერთობაში, ოჯახურ ურთიერთობაში მიახედავ მომავალში ბედნიერ ოჯახს. თქვენ გიწევდათ და ეს იყო ერთთან. ახლა მეორესთან გადავალ. მეორე როგორ შეიძლება წავიკითხოთ ეს სარკმლები? თუ ადამიანი იკვლევდით გზებს და თქვენი ტკივილი იყო ფინანსებით დაგეხმარებათ ადამიანი ან შემოგთავაზებთ რაღაც სამსახურს, რომელ სამსახურსაც დათანხმდებით და ეს სამსახური შემოგიტანთ ბედნიერებას ოჯახში და თქვენს ოჯახში დააბრუნებს ბედნიერებას. აი სწორედ ასე შეიძლება წავიკითხოთ ეს სარკმლები მეორენაირად. თქვენ შეიძლება გიწევდათ ძალიან ბევრი ტკივილის გადატანა, თავდაცვა, ოჯახის დაცვა, ფინანსების გამო არ გქონდათ ფინანსები, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში ფიქსირდება ადამიანი ფინანსურად შეძლებული, ადამიანი შეიძლება გქონდეს თავის საკუთარი საწარმოც, იყოს რაღაცის მესაკუთრე და ამ ადამიანმა შემოგთავაზოთ რაღაც ცხოვრებაში შეიძლება ადამიანს სჭირდებოდეს დამხმარე, ადამიანს თავის საწარმოში, თავის ბიზნესში სჭირდებოდეს მუშა და შემოგთავაზოთ სამსახური, რომელიც სამსახურსაც თქვენ მოერგებით
ამა თუ იმ სფეროს დაეტყობა წინსვლა თქვენი შესვლის შემდეგ და ასევე როგორც მე პატრონი იქნება კმაყოფილი თქვენით, ასევე თქვენ იქნებით კმაყოფილი ფინანსებით და გექნებათ ბედნიერი ოჯახი. თქვენს ოჯახში დასრულდება ბედნიერება. ანუ არკნები იკითხება ორნაირად. ერთი შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ფინანსურად მდგრადი ქალბატონი ურთიერთობაში, რომელიც მოგიტანს გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან და ბალანსებს თქვენს ფინანსებს და გექნებათ ბედნიერი ოჯახი მასთან ერთად და მეორე შესაძლებელია უბრალოდ ოჯახში გქონდეთ ბევრი ტკივილი ფინანსების არქონობის გამო გიწევდეთ ბევრი ტკივილის გადატანა, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვინც შემოგთავაზეთ რაღაც სამსახურს, რომელსაც შესაძლებელია თავის სამსახურის სფეროში ესაჭიროებოდეს დამხმარე. თქვენ იქნებით კარგი მუშა და სტაბილურებთ მდგომარეობას. ადამიანი იქნება თქვენით კმაყოფილი და თქვენც იქნებით კმაყოფილი ფინანსებით და ეს თქვენი ნაშოვნი ფინანსები მოგიტანთ სტაბილურობას ოჯახში და გექნებათ ბედნიერი ოჯახი. აი სწორედ ასე ორნაირად იკითხება ჩემი დღევანდელი არკნები და მე თქვენ გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, როგორც პირადში, ასევე ბიზნესში და სამსახურეობრივ სფეროში. წარმატებები ჩემო ძვირფასებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ არა მარტო ნოემბრის თვეში და ნოემბრის ახალმთვარიანობაზე, არამედ ყოველთვის წარმატებები და ყოველი დღე უფრო და უფრო საუკეთესო ყოფილიყოს თქვენ ცხოვრებაში. მე კი ახლა ამით აგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.